მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო, ვიდეო ლესონზე. მე ვარ მიშო. დღეს მე მინდა ვისაუბრო პლუსებზე და მინუსებზე და ამჯერად ჩვენი თემისთვის ავირჩიეთ Apple-ის პროდუქცია, როგორც არის iPhone-ი, iPad-ი და iPhone-ის კომპიუტერები, Apple-ის კომპიუტერები, უпростоრად მეგობრებო. პირველ რიგში მოდით დავიწყოთ პლუსებისგან. ყველაზე დიდი პლუსი, ესე ვთქვათ, Apple-ის პროდუქციას აქვს ხარისხი. ყველამ კარგად იცის, რომ Apple-ის პროდუქტი ცნობილი გახდა იმის გამო, რომ ისინი არიან ძალიან, ასე ვთქვათ, სინთეზირებული პროდუქტები, უმაღლესი ხარისხით, რომელიც ძალიან იშვიათად ჭედავს. ვირუსებზე საუბარი ძალიან, ასე ვთქვათ, არარეალურია, რადგანაც მაქსიმალურად ძლიერი დაცვა უყენია Apple-ის პროდუქტს. შემდეგი, ასე ვთქვათ, პლუსი არის უსაფრთხოება, მაქსიმალურად დაცულები ხართ, მეგობრებო, ჩაკეტილი სივრცეა და იმიტომ, ასე ვთქვათ, როგორც Windows-ი და Linux-ი არის, არ არის ღია სივრცე და თუ რაიმე, ასე ვთქვათ, პირატულ ვერსიას არ გადმოვწერთ ჩვენი სურვილით, ინტერნეტში მოდიალით, ასე ვთქვათ და ინტერნეტში სერფინგით, მარტივად რო ვთქვათ, ანუ რაღაც ვიდეოებისა და ფოტოების ყურებით, ძალიან იშვიათია, რომ Apple-ის პროდუქტი დავირუსდეს. ასეთი, ასე ვთქვათ, მახასიათებელი სამწუხაროდ არ გააჩნია Windows-ის პროდუქტებს და ზოგადად ისეთ ტექნიკას, რომელიც Windows-ი ან სხვა პლატფორმაზე მუშაობს, რაც ძალიან ცუდია. შემდეგი პლუსი ეს არის ერთობა, ანუ ერთიანობა, რადგანაც iCloud-ი ალბათ ყველას ხსმენიათ, ვისაც კი iCloud-ზე გაქვთ საკუთარი აკაუნტები, ცნობილია რომ თქვენი iPhone-ი, iPad-ი და ასე ვთქვათ, ნებისმიერი Apple-ის პროდუქტი დაკავშირებულია ერთმანეთთან და რაც iCloud-ზე გაქვთ ხელმისაწვდომი ფაილები, ნებისმიერი ამ აპარატიდან შეგიძლიათ მოიპოვოთ და განიხილოთ, ნახოთ ან დაათვალიეროთ ნებისმიერი აპარატიდან, ეს იქნება ტელეფონი, პლანშეტი თუ კომპიუტერი. შემდეგი არის მეგობრებო, ეს არის პიონერობა, რადგანაც ასე ვთქვათ, Apple იყო პიონერი ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქტებში, მან გამოუშვა სრულ პირველად, ასე ვთქვათ, ძალიან მაღალი ხარისხის და სინთეზირებული პროდუქტი, რის გამოც პიონერი დაარქვეს მას, ანუ პირველი და ამით გაითქვა ძალიან დიდ დონეზე და მასშტაბური სახელით მთელ მსოფლიოში Apple-მა სახელი. დღეისათვის ბოლო პლუსი ეს არის დიზაინი, ძალიან დახვეწილი დიზაინის მქონე, ეს იყო Steve Jobs-ის მიღწევა, ჩემო მეგობრებო, რადგანაც Steve Jobs-ი კომპანიის დაარსების დღიდან იღწოდა იმისათვის, რომ მისი ტექნიკა ყოფილიყო მაქსიმალურად დეტალურად დამუშავებული და რაც მთავარია, დიზაინი უნდა ყოფილიყო სრულიად ლამაზი და შესაბამის თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის და როგორც ხედავთ, Apple-ის პროდუქცია არის საკმაოდ, ასე ვთქვათ, მოსახერხებელი და კომფორტული დიზაინის ვიდრე სხვა პროდუქტები. იგივე ლეპტოპები რომ წავიღოთ, ყველაზე მსუბუქი და ასე ვთქვათ, თხელი ლეპტოპები არის ზუსტად რომ Apple-ის პროდუქტის წარმოებისგან. გადავიდეთ მინუსებზე, მეგობრებო, პირველი მინუსი ეს არის, რა თქმა უნდა, ღირებულება, რადგანაც Apple არის, ასე ვთქვათ, საქვეყნო ცნობილი მარკა და ასე ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ, გაწელილი მარკა უკვე არის ისეთი მომენტები, რომ საკმაოდ სუსტი კომპიუტერები არის საკმაოდ ძვირი მონაცემებთან შედარებით, ანუ ის თანხა რაც Apple-ის ლეპტოპი ან კომპიუტერი ღირს, არ ექვემდებარება იმ სტანდარტებს, რა ფასში თქვენ შეგიძლიათ სხვა ფირმის კომპიუტერები იყიდოთ, მაგრამ ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, რომ ესენი არიან ცუდი ან სუსტი კომპიუტერები. Apple-ის ძირითადი, ასე ვთქვათ, ხარე არის კარგი მუშაობა და დიზაინური უზრუნველყოფა, სისტემური უზრუნველყოფა, რომელიც არასდროს არ ჭედავს, რაც Apple-ს აქვს ძალიან მაგარ დონეზე დამუშავებული, ამიტომაც ხშირ შემთხვევაში მათი, ასე ვთქვათ, მაღალი ფასი გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს ფირმა არის საქვეყნო ცნობილი და უკვე ითვლება როგორც ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ბრენდად. შემდეგი მინუსი ეს არის სხვა ტექნიკასთან კონტაქტი, მეგობრებო, არანაირი Bluetooth-ით და არანაირი, ასე ვთქვათ, რაღაც დაკავშირებით არ შეიძლება Apple-ის პროდუქტი დაუკავშიროს სხვა კომპიუტერებს და სხვა ტექნიკას, რაც ძალიან ცუდია, რადგანაც ვისაც გააჩნია ასეთი პროდუქტი, ძალიან უჭირს, ასე ვთქვათ, გაუზიაროს მეგობრებს თავიანთი ნაშრომები, ფოტოები და ასე შემდეგ. მათთვის საჭიროა რომ შექმნან Google-ის რაიმე აკაუნტი, იგივე Google Drive-ი და იქიდან გააზიანონ, ხოლო Bluetooth-ით უბრალოდ შეუძლებელია გადაუგზავნონ ერთმანეთს ესა თუ ის ფაილები. შემდეგი ძალიან დიდი მინუსი, ჩემო მეგობრებო, ეს არის დახურული სისტემა. Apple არ გვაძლევს არანაირ შემთხვევაში ჩავიხედოთ iOS სისტემის, ასე ვთქვათ, შემადგენლობაში, შევცვალოთ რამე ან ვურჩიოთ რაიმეს დამატება. ხშირ შემთხვევაში შესახება იმ მომენტებს, როცა მაგალითად გამოდის ახალი iOS-ი და არის რაიმე პრობლემა, როცა Windows-ი გამოდის, ის არის სრულიად ღია, ერთი წლის განმავლობაში და მომხმარებლებს შეუძლია მიუთითონ შემქმნელებს თავიანთ მინუსებზე. ურჩიონ რა შეცვალონ, რა დაამატონ, რა გააუმჯობესონ და ასე შემდეგ, რადგანაც ეს არის ძალიან კარგი პლუსი Windows-ისთვის. ამით იგებს Windows-ის შემქმნელი თუ რა ჭირდება მომხმარებელს, ისი გაუმჯობესებაა საჭირო და რაზე ამახვილებს პირველ რიგში მომხმარებელი ყურადღებას. ეს აქვს Apple სრულიად დახურული და მხოლოდ საკუთარი სულვილით ამებს აკეთებს ამ ყველაფერს. და ბოლო და ასე ვთქვათ, ყველაზე გავრცელებული მინუსი ეს არის დამოკიდებულება. ცუდად არ მინდა მეგობრებო მიიღოთ, მაგრამ დღესდღეობით 21 საუკუნეში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ძალიან დამოკიდებულები ხდებიან Apple-ის პროდუქციაზე. არის ადამიანები, რომლებსაც არ აქვს შესაძლებლობა, მაგრამ უბრალოდ არ შეუძლიათ, როცა გამოდის მაგალითად ახალი iPhone-ი, უბრალოდ არ იყიდონ ახალი iPhone-ი, განა იმიტომ რომ მათ ეს ჭირდებათ ან ძველი iPhone-ი იმ სრულებს არ აკმაყოფილებს, რაც მათ სურთ. არა, უბრალოდ დამოკიდებულები არიან და აქვს შინაგანი რაღაც სურვილი, რომ შეიძინონ ახალი და ახალი.
ეს არის შემოქმედებისთვის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ისინი შეულებენ ძალიან ბევრ ფულს და მაქსიმალურად ხვეწავენ მომავალ ტექნიკას, თუმცა არის იმ ადამიანისთვის ცუდი, რომელიც არ არის ისეთ ფინანსურ მდგომარეობაში, რომელსაც შეუძლია თავს მიცესნება, ასე ვთქვათ, ყოველ წელს იყიდოს ახალი iPhone-ი, რადგანაც საკმაოდ ძვირი ღირს ეს ტექნოლოგია. ამიტომაც მე ვთვლი, რომ დღესდღეობით ეს არის საკმაოდ დიდი მინუსი Apple-ის, თუმცა ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი, მეგობრებო და დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრი კი მოგეხსენებათ ამის შესახებ არის ის, რომ ასე ვთქვათ, Apple-ის პროდუქცია არის საკმაოდ ხარისხიანი და ვისაც საშუალება გაქვთ, რა თქმა უნდა შეიძინოთ, რადგანაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომუშავე ტექნოლოგია 21 საუკუნის კარზე. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ასე ვთქვათ, Apple-ის პროდუქტს, ასე ვთქვათ, თუმცა ხშირ შემთხვევაში არ ვიყენებ, რადგანაც ფინანსური მხრივ, ასე ვთქვათ, არ მიღირს ის ფასი გადავიხადო ისეთ ლეპტოპებში, რომელიც გაცილებით სუსტია, ვიდრე სხვა მწარმოებლის ლეპტოპები. მაგრამ არ ვუსვავ ხაზს იმას, რომ Apple-ის პროდუქცია არის უმაღლეს დონეზე დამუშავებული, როგორც ასე ვთქვათ, სინთეზურად, ასევე სისტემური მუშაობითაც. დღეისათვის კი სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. იმედია, გადმოგესით ყველაფერი ისე, რომ არავის არაფერი ასე ვთქვათ არ სწყენია. დავახასიათე უბრალოდ Apple-ის პლუსები და მინუსები. დღეისათვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, დაწერეთ კომენტარებში ან მომწერეთ Skype-ში. მიშო 1207